მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. რა შეგიძლიათ თქვათ იმ მოსაწვევის გათვალისწინებით, რომელიც თქვენ მიიღეთ, ამ საკითხს მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელში. რასთან გვაქვს საქმე, რო უთხრათ ჩვენს მაყურებელს და რა ტიპის რეაქციის აუცილებლობაზე ლაპარაკობთ ხელისუფლებისგან და საერთოდ რამდენად მოსალოდნელი იყო ეს? მოგესალმებით, საკმაოდ გამოუგნებელი მოსაწვევი იყო. თუ გავითვალისწინებთ ახლა იმ სიტუაციას, რაც 1616 წლისთვის ხდებოდა საქართველოში, ახლა ირანთან ურთიერთობებში ბევრი კულტურული, ვთქვათ, საერთო გვაქვს ჩვენ, ბევრი კარგი მომენტიც ყოფილა და შეიძლებოდა გამოძებნა რაღაცის, ვთქვათ, შაჰნამეს ქართულად დაგნის 1000 წელი ან პირველი საკონსულოს გახსნის რაღაცა წელი, ასეთი რაღაცა, მაგრამ საიდან ვის მოაფიქრდა ეს თარიღი, მართლაც გასაოცარია ელემენტარულად. მეორე მომენტი არის ბუნებრივი, ახლა ასე ვთქვათ, თვითონ რა თარიღზეა საუბარი, ბატონ გიორგი, მოდი რა თარიღზეა საუბარი, შესაძლოა პოსტი ყველას არ უნახავს, აი შახაბასის ლაშქრობები კახეთში 1613-დან 17 წლამდე, როდესაც კახეთის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი გაწყდა და ნაწილი ძალადობრივად მოხდა, ნაწილის დეპორტაცია ირანში. ახლა რაც აწერია ამას დაახლოებით გამოდის, რომ აი თითქოს რა კარგია, რომ ქართველები დასახლდნენ ირანში 410 წლის წინ, საიდან მოიტანეს ეს თარიღი, ეს ძალიან უცნაურია, მაგრამ ეს არის იმ ქართველების ტრაგედია, რაც მოხდა საქართველოს ისტორიაში, ამას ხაზს არავინ არ უსვამს და ეს თქვათ ქართულ მხარეს ჩემი რმაწმენით უნდა გაითვალისწინებინა. მე არა ვარ დიპლომატი, მაგრამ ბევრი დიპლომატია ამას არ უნდა, ელემენტარული ცოდნა უნდა, ხო? რაღაცა სახით შეიძლება ბილის სახითაც ყოფილიყო ეს, მაგრამ რაღაცა სახით პროტესტი ყოფილიყო. ხო, ჩვენ რა ტიპის დასწრება იყო ამ ღონისძიებაზე, ეს ნახა საზოგადოებამ, ხო? ვთქვათ, აი ვინ იყო კონკრეტულად წარმოდგენილი და ასე შემდეგ. ანუ თქვენ ასევე ახსენეთ თქვენს პოსტში, რომ აი მისასალმებელი სიტყვაც ჰქონდა, ხო, საგარეო მინისტრის მოადგილეს. აი თქვათ, შეიძლება არცოდნის დაშვება თუ რაღაც სხვა ტიპის სურათთან გვაქვს საქმე, აი რა ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ? მე მაჩვენებლობას ვერ დავიწყებ, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ხო კიდევ მე დიპლომატი არ ვარ მე, რა თქმა უნდა, რაღაცას მეზობელი ქვეყანა, ვთქვათ, რაღაცაზე იმსატარებს, შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა იყვნენ ალბათ, წესია ასეთი დიპლომატიური, მაგრამ აი ამ შემთხვევაში მაინც მე ვფიქრობ, რომ რაღაცა უფრო დაბალი ეშელონებით უნდა ყოფილიყო, მაინც წარმოდგენილი და ისიც გავითვალისწინოთ ახლა რა დასამალია ეს ირანი არ არის რაღაცა განსაკუთრებული პარტნიორი საქართველოსი დღეს. იმედი ვიქონიოდა ერთმანეთს რომ მომავალში გახდეს სულ სხვა ირანი ვიხილოთ და რაღაცა პარტნიორი იყოს საქართველოსში და სხვა სიტუაცია შეიქმნას საერთოდ რეგიონში, მაგრამ დღეს ეს განსაკუთრებული პარტნიორი არ არის ირანი საქართველოსში, არც სავაჭრო პარტნიორი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორებიანი იგივე ირანთან დაპირისპირებული სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების საქართველოსთვის, მაგრამ არა ირანი, ხო? ირანი დღეს ძალიან მძიმე ვითარება არის ამ ქვეყანაში. ეკონომიკური, პოლიტიკური თვალსაზრისით და ასე შემდგომ. და ბატონ გიორგი, თქვენი დაკვირვებით როგორ იხსნება ასეთ შემთხვევაში, ვთქვათ, ის ქმედებები, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ. მათ შორის ის ეპიზოდი, რაზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება და რომ არა ვთქვათ, თქვენი პოსტი ეს ალბათ, გასაგებია სფეროს რაღაც გარკვეულწილად ცოდნა და ჩაღრმავებას სჭირდება, ვთქვათ, არ გახდებოდა ეს ცნობილი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვთქვათ, ეს არ იცოდნენ შესაბამისმა პირებმა. ასევე ჩვენ ვხედავთ, რა ვითარება არის რეგიონში, თქვენ ახსენეთ ირანთან არსებული ურთიერთობები და ის ვითარება, რომელიც იქ არის ადგილზე და ასევე ვხედავთ რა ნაბიჯებს დგამს რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატები. აი ამ ფონზე ვთქვათ ჩვენი ნაბიჯების დახასიათება როგორ შეგიძლიათ? იცით რა არის, მე საერთოდ ასე მიმაჩნდა და გარკვეულწილად ხელისუფლების პოზიციას, რომ ასეთი გამოკვეთილი პოზიცია ირანში მიმდინარე პროცესების მიმართ და რაღაც განცხადებები არ ყოფილა, ჩემთვის მისაღები იყო პირადად, მაგრამ აი ეს მომენტი, იმიტომ რომ არ არის ახლა საქართველო, ასე ვთქვათ, ისეთი ქვეყანა, რომ რაღაც აქტიური პოზიციები გამოხატოს ამ ვითარებასთან დაკავშირებით და რაღაცნაირად დაკავშირებით
დაკავშირებული იყოს ამ მოვლენებთან. ეს ჩემი აზრია პირადად. მაგრამ თავისთავად ესეთი მოსაწვევი ან ასაჭირო იყო ბოლოს და ბოლოს თქვა და ანძის განათება ხა არ მესმის მე პირადად თქვა რა ვიცი ასეთი პასუხი მაქვს და ახსნას მე პირადად ვერ უძებნი შეიძლება უბრალოდ არავინ მიაქცია ამ წარწერას ყურადღება მაგრამ ეს წარწერა ყურადღების მისაქცევი იყო ნამდვილად ჩემი აზრით გასაგებია. ბატონ გიორგი, თქვენ ასევე ხართ და ეს პოლიტიკური მნიშვნელობისა, აი პოლიტიკური ელფერი, თქვათ თქვენი დაკვირვებით ჩანს ამ გადაწყვეტილებაში, ანუ ანძის საკითხი ახსენეთ კონკრეტულად, იგივე ეს ამბავი, რაც მოსაწვევის თემას უკავშირდება, აქ ხედავთ ამგვარ ელემენტს? ეს გარკვეული ვერ ხედავ ვიცით ეს თქვათ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და კულუარებში რა ხდება მე შეუძლებელია ვიცი მაგრამ მე რასაც ხედავ დღეს არ არის ირანი რაღაცა მნიშვნელოვანი პარტნიორია ირანი დღეს კიდევ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში არის და სავაჭრო პარტნიორად ვერ გამოდგება ბუნებრივია რეალურად და თქვათ რაღაცა კიდევ ვიმეორებ ბევრად უფრო სერიოზული პარტნიორები ეყავს საქართველოს დღეს ირანთან დაპირისპირებული სპასეთის ყურის ქვეყნები ხო სხვა შორსო არ წავიდეთ იგივე ტურისტული თვალსაზრისითაც დღეს ირანიდან ბევრი შემოსავალი შეიძლება შეუძლებელია გქონდეს საქართველოს და ხო პრინციპში აი ძალიან რთული ასახსნელი არის ესო თქვა ყურადღება მისაქცევი იყო ამას ვამბობ მე და ასეთ რაღაცებზე კიდევ ვიმე დიპლომატია არა ვარ მაგრამ არაფერი დიპლომატია ამას აჭირდება რომ ყურადღება მიექცეს კი ბატონო. და ბატონ გიორგი, თქვენ გარდა იმისა, რომ აღმოსავლეთ ცოდნეობის ინსტიტუტს ხელმძღვანელობთ, ხართ ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ამ თემაზეც მინდა აუცილებლად დაგისვათ კითხვა თქვენი შეფასება იმ სურათზე, რომელიც არის ამ მხრივ, როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომელიც არის გამოცხადებული და ის ახალი კვოტები, რომელიც დადგინდა და რომელიც 90-ზე მეტი პროცენტით ამცირებს კვოტების ოდენობას ილიას უნივერსიტეტის შემთხვევაში? აქ მე ნამდვილად ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს არის რაღაც წარმოუდგენელი უაზრო გადაწყვეტილება, რის საფუძველზე კაცმა აზიცის, მიზანი არის ილიას უნივერსიტეტის დახურვა, ხო? მეტი არაფერი, როდესაც 50% მეტი პროგრამა, ამდენი წლის ნამუშევარი, თქვათ, საერთაშორისო ასპარეზზე გატანილი და ამდენი შრომა ჩადებული, ერთ დღეში უნდა გაუქმდეს თურმე და აღარ იარსებობს უნივერსიტეტმა და მე ახსნას ამას როგორ უნდა ახსნა, ხო? არ უნდა თუ ილიას უნივერსიტეტმა იარსებოს. მეტი ახსნა რატომ როგორ ფიქრობთ? რა ვიცი, ვერ გეტყვით მე რატომ თვლიანო აუცილებლად რაღაცა ხელისუფლებისთვის ხიფათი შეიძლება იყოს ერთი კერძო უნივერსიტეტი, აი ეს ჩემთვის აუხსნელია. და ვთქვათ, რატომ არის ილიას უნივერსიტეტი ოპოზიციური და არ არის სხვა უნივერსიტეტი ოპოზიციური. ასეთებიც არიან ილიას უნივერსიტეტში და ისეთებიც და ყველა უნივერსიტეტში ასეა. ასე უბრალოდ ძალიან ლიბერალურ ღირებულებებზე დამყარებული უნივერსიტეტი არის ეს. რატომ? აი ეს არის ალბათ რა. და ბოლოს როგორ ფიქრობთ, აი როგორი უნდა იყოს მოვლენების განვითარება? აი რა უნდა დაუპირისპიროს ამ ყველაფერს პროფესორამ, პროფესორ მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, აი როგორ ხედავთ შემდეგ გზას? იცით რა არის, ერთიანობა არის საჭირო და დამტკიცება იმისი, რომ ეს აბსოლუტურად უაზრო გადაწყვეტილება. ეხლა გეგმას მე დღეს ვერ გეტყვით, როგორ შეიძლება ჩამოიწეროს ეს გეგმა, იმიტომ რომ მუშაობა მიდის ამის შესახებ, ჩვენს უნივერსიტეტში და სხვაგანაც მიდის ამ დროს რაღაც ერთიანობა რო იყოს ამასთან დაკავშირებით რაღაც ერთი რეცეპტს მე ვერ გეტყვით ნამდვილად და ყოველ შემთხვევაში ის რომ ასე ვთქვათ ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ დონეზე ამ გადაწყვეტილებას წინ უნდა აღუდგეს ქართული საზოგადოება ეს ჩემთვის ნათელია ყველა ხერხით ეს არის სასამართლო ასე ვთქვათ შვედობიანი ხერხით უნებრივია სასამართლო და ასე შემდეგ საერთაშორისო გამოხმაურება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამის გათვალისწინებით ვიცით რომ არაერთი საპროტესტო თქვათ აქტივობა არის დაგეგმილი ასევე აქცია იქნება კვირას კეთდება განცხადებები და ვნახოთ რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, დაგემშვიდობებით. პროფესორი გიორგი სანიკიძე საუბრობდა დღის